დღეს ვიმყოფებით აგროექსპოზე, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გამოფენაზე, რომელიც იმართება ექსპო ჯორჯიაში. აქ წარმოდგენილია როგორც ქართული კომპანიები, ასევე უცხოური კომპანიებიც. დღეს ჩვენ გავესაუბრებით სხვადასხვა მწარმოებლებს, ფერმერებს და ასე შემდეგ და განახებთ რა ხდება აქ. თქვენ ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ასევე ვიდეოს ბოლოში გელოდებათ გათამაშება, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ ერთ-ერთი კომპანიის პროდუქცია, თუ რომლის ამას ნახავ ვიდეოში. ასე რომ წავედით. კარგია, კადრი, ხმა, განათება. ბიძინა იმნაძე, კომპანია რაიქცვანის წარმომადგენელი საქართველოში. რას აკეთებს თქვენი კომპანია და ამ გამოფენისგან რა სელით ზოგადად? თქვენი კომპანია, ესე იგი 100 წელზე მეტია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას. სოფლიოში სათესლე მასალების ბაზარზე ვართ მეოთხე პოზიციაზე, მაგრამ თუ ავიღებთ ბოსტნეულს და ჰორტიკულტურას, ჰორტიკულტურა რა არის? მაყურებელს რა უხსნათ? სოფლის მეურნეობაში ორი მიმართულება არის, აგრარული მიმართულება და არის ჰორტიკულტურული მიმართულება. ჰორტიკულტურა გულისხმობს მხოლოდ ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოებას. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ჰორტიკულტურაში ვართ და ნუ წელს კიდე დაგვემართა სათესლე მასალა კენკროვნების. ანუ ეს სათესლე მასალა გამოყვანილია ჰოლანდიაში, ხო? კი, სელექცია მიმდინარეობს ჰოლანდიაში. და რა დროს ჭირდება დაუშვათ, რომ მივიღოთ ის სათესლე მასალა, რომელიც კომერციულია? ერთი ჰიბრიდის კომერციულ ფაზაში ჩაშვებამდე არის ძალიან გრძელი ეტაპი და საჭიროა დაახლოებით 8-დან 12 წლამდე. რა უნდა კითხო, იცი, ხა მაყურებელი აუცილებლად კითხავს ან დაგვიწერს, რომ ეს ჰიბრიდს როცა იგებენ ყურში და სხვანაირად აღიქმება საქართველოში, რომ ეს ჰიბრიდია, ცუდია, მოგწამლავს და ასე შემდეგ. და აი ჰიბრიდი რას, ჰიბრიდული თესლი, აი რას ნიშნავს, რომ აუხსნათ მოკლედ მაყურებელს? ძალიან ისეთი მომენტია, იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერი ბიოლოგიური манипуляცია, თუნდაც ბუნებრივი შეჯვარების სახით, ყველაფერს რაღაც მოდიფიკაცია ქვია რა. ჰიბრიდი არის ორი მშობლის ხაზიდან მიღებული და წარმოებული პირველი თაობა. ანუ აი რო ახსნათ მარტივად რა. ავიღოთ ორი ჩერი, ხო? ჩვენ გვინდა კონკრეტული მახასიათებლები, მაგალითად, ყვითელი პომიდორიდან და გვინდა კონკრეტული მახასიათებლები ყავისფერისგან, ხო, რომელიც აქ არის, ხო? ჩვენ უნდა განმავითაროთ მშობლის ხაზი, უნდა ავიღოთ მშობლის ხაზის ეს მახასიათებლები ყვითლის და უნდა ავიღოთ მშობლის ხაზის მახასიათებლები ყავისფერის. ამისი მოდელირება უნდა გავაკეთოთ მათემატიკურად, რა ალბათობით შეიძლება რა ნიშან-თვისება მოგვცეს და მე ბუნებაში, ანუ ბუნებრივ პირობებში, მაგალითად, ან სადგურში, ან ღია გრუნტში უნდა შევაჯვაროთ ეს ყველაფერი. მოვახდინოთ დამტვერვა. მოვახდინოთ დატვერვა. მარტივად რო ავხსნათ რა, ვიღებთ ორ სხვადასხვა ჯიშს, ამისგან ვიღებთ საუკეთესო აქვს თქვა ამ ყვითელს, საუკეთესო აქვს ამ ყავისფერს და ბუნებრივი ასე დამტვერვის და შეჯვარების გზით გამოყავს ახალი ჯიში, რომელიც გადის რა თქმა უნდა ტესტირებას, სანამ კომერციულ წარმოებაში ჩაეშვება. რა მაინტერესებს თქვენი გამოცდილების შედეგები როგორი გაქვთ, თქვა აი მაგალითად ავიღოთ პომიდორი ან კიტრი, ხო? ან თუნდაც ავიღოთ რაღაცა ბულგარული წიწაკა. ამას ისე რა ქვია? ჩვენ რო ბულგარულ წიწაკას ვეძახით, რეალურად რა ქვია? სწორი სახელი. სწორი სახელი არის ტკბილი წიწაკა. ტკბილი წიწაკა. ეს ამოვანათო ტკბილი წიწაკა. ტკბილი წიწაკა, ხო, არ ვიცი ბულგარეთთან რა კავშირი აქვს, მაგრამ მე მგონი არა კავშირი. არა აქვს კავშირი, იმიტომ რომ იმ პერიოდში როცა ამას ბულგარულს ეძახდნენ, ბულგარეთში არ იწარმოებოდა ეს. მოდი კომენტარებში დაგვიწერეთ. შეიძლება თქვენი წოდეთ რა. თქვენ თუ გაქვთ რამე ინფორმაცია, გაგვანათლეთ. ხო, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც თქვენ მოღვაწეობთ საქართველოში და აწვდით ფერმერებს ახალ თესლს, როგორ გაუმჯობესდა ფერმერების მოსავლიანობა შედეგი? აი მარტივად რო დავანახოთ ჩვენს მაყურებელს. ძალიან კარგი და რით გამოირჩევა ეს თესლი, თქვათ, უკვე თქვა ტრადიციულად, რასაც იყენებენ ფერმერები, ზოგ საკუთარი მეურნეობიდანვე ინახავს, აწარმოებს და ასე შემდეგ. ანუ რა უპირატესობები აქვს და შედეგი როგორ გაუმჯობესდა? საქართველოში პროფესიონალურ სათესლე მასალაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.
ბოლო 5 წელიწადში ეს განსაკუთრებით იგრძნობა. ადრე სოფლის მეურნეობა თუ იყო თვით კმარობისთვის, მხოლოდ რომ წარმოებინათ, რომ შინა მეურნეობები ეკვებათ. ახლა უკვე როგორც ბიზნეს ოპერატორი, ასე ვთქვათ, ესე ყალიბდებიან ფერმერები რა, ამდა. ანუ ადრე თქვათ ჩვენ ვეძახით ხოლმე გლეხებს, ხო? ანუ ჩვენ ახლა წინა გადაცემებშიც ვახსენეთ, რომ გლეხი არის ადამიანი, რომელიც თქვათ რაღაც მცირე მასშტაბზე საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად აკეთებს ამ საქმიანობას აწარმოებს, ხო? და ჩვენ უკვე ფერმერს ვეძახით იმ ადამიანს, რომელსაც გარდა საკუთარი ოჯახისა კიდე ყვებავს სხვა უამრავ ადამიანს და როგორც ბიზნესი, ფერმერობა ესე წარმოუდგენია. სტაბილური მიწოდება არის საჭირო და ამ სტაბილური მიწოდებისთვის გჭირდება სტაბილური ხარისხის არა მარტო პროდუქცია, მაგრამ ეს პროდუქცია რაღაციდან უნდა მიიღოთ. ეს წლის გარეშე არ არის მოსავალი, ხო? შედეგებზეც რო გითხრა, თქვათ კონკრეტული ციფრები რო თქვათ. საფიკულე კიტრი რაც არის კორნიშონი, ეს ზომები, ხო, ეს ზომები. ნუ ეს არ არის მაღალ ტექნოლოგიურ სათბურში მოყვანილია, მაგრამ საფიკულე კიტრი ცენერთა დგომის სიხშირეს გააჩნია, მაგრამ დაახლოებით 50 ტონამდე შესაძლებელია მიიღოს. ანუ 50 ტონა ჰექტორული მოსავალი შეგვიძლია მივიღოთ. ცენერთა დგომის სიხშირეს გააჩნია. აი ეს პომიდორი მაგალითად, ეს ძალიან ცნობილი ჰიბრიდია მანუსა საქართველოში, ღია გრუნტზე ძალიან ბევრს მოყავთ გორში. ესეც ცენერთა დგომის სიხშირეს გააჩნია და შეიძლება 80, შეიძლება 100 ტონა აიღოს. 100 ტონა. კი. ეხა კომენტარებში იქნება აუცილებლად, რომ აი მაგიტო აღარ აქვს პომიდორს გემო, ვეღარ ვჭამთ გემრიელ თქვათ ბოსტნეულს და ასე შემდეგ. აი კონკრეტულად ეგ მითია თუ რეალობა, აი უთხრათ ეხა თქვენი გამოცდილებიდან, რამდენად მითია ან რეალობა, ეგ შენიშვნა ესე რომ ვთქვათ და ეგ კითხვა. ხალხი არ ცდება, მოდი ესე ვთქვათ, სინამდვილეა, მაგრამ ორ ფაქტორზე არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის ჯიშის ნიშანთვისებაზე, ანუ თუ გენეტიკურად გემრიელი ჰიბრიდი არის, აუცილებლად გემრიელი იქნება, მაგრამ პლუს დამოკიდებულია სასუქების სწორად გამოყენებაზე. ყვება ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითისთვის, განსაკუთრებით ვარდისფერ პომიდორში ყვების სქემა. ყვება და გარემოც ალბათ. და გარემო, კლიმატი, კი ბატონო. კლიმატი, თუ ღია გრუნტში მოყვავს, რა თქმა უნდა. განათება, ნაყოფის მდგომარეობა მტევანზე, ყვება, მოვლა, დღის და ღამის ტემპერატურა, ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რომელიც მოქმედებს გემოზე. ასე რომ ეგ არც მითია, არც რეალობა, ანუ ბევრი ფაქტორია. თუმცა, რაც უფრო პატარაა ნაყოფი, უფრო გემრიელია. მაგრამ მე მაინც ესეთი უფრო ვარდისფერი შეფერილობის მომწონს რა. ხო, მაგრამ აი ნახე მაგალითად არის საშუალო ზომის კოქტეილ პომიდორი, ამაში უკვე შაქარიც ძალიან ბევრია. სხვათა შორის ესე ძალიან გემრიელია რა. ტატამი არის ეს მაღალ ტექნოლოგიურ სათბურში მოყვანილია და აი ეს უკვე მითებს ამსხვრევს, რომ მაღალ ტექნოლოგიურ სათბურში მოყვანილი ჰიბრიდი გემრიელი არ არისო, მაგრამ ეს ყველაზე გემრიელი ჰიბრიდია. იაპონიაში როგორც დესერტს ისე მიიღწევს. დესერტს. კი, ანუ ჭრიან, მამარილებენ, ზღვის მარილით და დესერტად მიიღწევს. მადლობა და წარმატებები. წარმატებები თქვენ. ლინკს დაგიტოვებთ აღწერაში, თქვენ ლინკს და ვისაც დაგაინტერესებთ, თქვათ, თესლის შეძენა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე და მიწეროთ ამ კომპანიას. გამოიწერეთ აგრომენი, ძალიან საინტერესო კონტენტია, ანუ შინაარსია. ხშირად უნდა ვისაუბროთ რაღაც მსგავს თემებზე და ამიტომ წარმატებას გისურვებთ, ძალიან მიხარია. მადლობა. ასევე გამოიწერეთ Veggies the First ვებსაიტი არის და ამ ვებსაიტზე დევს როგორ მოვექცეთ ბოსტნეულს მოკრეფის შემდგომ. როგორ შევწვათ, რა რეცეპტებით მოვამზადოთ. მადლობა. მადლობა, წარმატებები. წარმატებები. როგორც იცით, ყოველ 100 გამომწერზე აგრომენმა აიღო ვალდებულება, რომ დარგოს 1 ხის ნერგი. ასე რომ შემდეგი წლის მარტი-აპრილის თვემდე მიზანი ავიდეთ 15000 გამომწერზე, რომ დავრგოთ 150 ხე. მარი გამარჯობა. რა დრო ჭირდება ამ ზომის ნერგს, რომ მივიღოთ სრულფასოვანი ხე და ეს სრულფასოვანი რამდენი წლის ხეა, რო აგვიხსნა? ეს კონკრეტულად არის ხამეციპარისი ნანაგრაცილისი. სრულყოფილი რო გახდეს, დაახლოებით 10 წელი სჭირდება. 10 წელი ჭირდება ესე. ხო, ეს არის ახლა დაახლოებით 4 წლის ნერგი. ეს 4 წლის ეს არის? 4 წლის ნერგია, ჯუჯაჯიშია და დიდი დაახლოებით არის. ალბათ 30 სანტიმეტრია. კი, 30 სანტიმეტრია. აი წიწოვანებს რამდენი ჭირდება, თქვათ, რომ ავიღოთ წიწოვანი მცენარეები? ძირითადად წიწოვნები დაახლოებით 5-10-15 სანტიმეტრს ვატებენ წელიწადში, მეტს არ იმატებენ. ანუ ერთი სრულფასოვანი ხე რომ მივიღოთ, დაახლოებით ალბათ 20 წელი ჭირდება, ხო? რამდენი წელია უკვე ამ ბიზნესში ხართ, სანერგემეურნეობაში? 2001 და რა არის ამ ბიზნესში ყველაზე მთავარი? პირველ რიგში სურვილი, მონდომება უნდა გქონდეს. თუ არ გაქვს მონდომება და თუ გულით არ გიყვარს ეს ყველაფერი ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან დამხლელია. მეორე
როცა ვიღლები, მეორე დღეს მაინც მინდა რომ იგივე გავაკეთო იმდენ. მაგრამ გიყვარს ეს საქმიანობა, ბედნიერებას განიჭებს. ბედნიერებას განიჭებს. თავარი ეგაა საქმეში, რომ ბედნიერებას განიჭებს. ეს დეკორატიული მცენარეები. მართალია რაღაცა ესე ვერ შევჭამთ და რაღაცა ეგეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც აგრონომიაში. მაგრამ გამწვანებული ეზო ყველას უყვარს, ხო? თქვენ ჰოლანდიის ვიდეოში ნახეთ, ანუ ყველა ფერმერს აქვს თავისი ეზო გამწვანებული და ეგ არის სიმშვიდის გამოხატულება, ესე რომ ვთქვა. აი საქართველოში როგორ არის ეგ ტენდენცია, აი როგორ ვითარდება, თქვა, არის მოთხოვნა? მოთხოვნა არის კი და შესაბამისად ბაზარიც იზრდება. დაახლოებით ვინც კერძო სახლში იშენებ, ყველას გაქვთ ეზო, ხო? შესაბამისად აუცილებელია ეგ დეკორატიული მცენარეები, რომელსაც ყოველდღე შეხედავთ და ასე შემდეგ. რა სიტყოდით ჩვენს ინიციატივაზე, ჩვენს მაყურებელთან, რომ ყოველას გამომწერზე ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ დავრგოთ ერთი ხის ნერგი. რას ურჩევდი ჩვენს მაყურებელს? პირველში გამოიწერო გვერდი. აი მაგის ეხა რო უყურებ შენ ამ ვიდეოს, ხო? აი ძალიან მარტივია, უფასოა. დააჭირე ამ დამოწერის ღილაკს და დაგვიდეთი გვერდში. სადღაც აქ იქნება, ხო? მოიცა? აი მგონია. მე პირველ რიგში რა თქმა უნდა, რაც უფრო გამწვანდება ჩვენი საქართველო. ყველას მოგიწოდებთ, რომ არა მარტო თქვა, ყველას, ვისაც გაქვს შესაძლებლობა, დარგეთ მცენარეებს, გვესტუმრეთ ადგილზე, შეგარჩევინებთ ნერგებს და დაგეხმარებით გამწვანებაში. ლინკი იქნება აღწერაში, ვისაც დაგაინტერესებთ დეკორატიული მცენარეები, შეგიძლიათ გადახვიდეთ და აგერ ჩვენიერი ასორტიმენტია. გიორგი, გამარჯობა. ლოვოლი დიდი ხანია უკვე უყურებ, რომ არსებობს საქართველოს ბაზარზე. სადაური ბრენდია და როგორ დაიმკვიდრა გილი საქართველოს ბაზარზე. ეს არის ჩინური პრემიუმ ხარისხის ბრენდი. 10 წელიწადზე მეტი არის, რაც უკვე საქართველოს ბაზარზეა. ეს დიდ როლს თამაშობს ფერმერებისთვის, რა. რადგან ახლა დობის საკითხი უმნიშვნელოვანესია. რაღაც ახალ ტექნიკას, ახალ შემოსულ ტექნიკას საქართველოს ბაზარზე ცოტა უფრო მეტი დაკვირვება აქვს, ვიდრე ნდობა. სანამ ნდობას მოიპოვებს. რით მოიპოვა ამან ფერმერების ნდობა? რატო უნდა გამიჩნდეს სურვილი, რომ ეს ვიყიდო ლოვოლი? და არ ვიყიდო კლასი, არ ვიყიდო ფენდი, არ ვიყიდო სხვა ბრენდები, რომელიც ძალიან ბევრია, მე რასაც უყურებ. თავარი პრიორიტეტები, რაც ამ მოდელებს გამოარჩევს, ეს არის ეკონომია, ჩვენ რელიეფთან უფრო დაახლოვებული, ასე ვთქვათ, ძიმო პირობებზე გამოსადეგი და გამოცდილება, რაც უკვე გამოიცადა წლების განმავლობაში და ასე ვთქვათ, 10 წლის განმავლობაში, როცა ფერმერს არანაირი პრობლემა არ აქვს და ის მცირე ხარვეზები, რაც არის გამოწვეული, ისიც რომ მალე გვარდება, ასე ვთქვათ, ჩვენი სერვისიდან გამომდინარე, ეს უკვე აძლევს ფერმერს იმის საშუალებას, რომ გააკეთოს არჩევანი თამამად, ასე ვთქვათ, ლოულს. და საფასოში როგორ ახარ? ფასი ხარისხთან შედარებით, ასე ვთქვათ, დაბალანსებულია რა. შეიძლება ითქვას კიდევ დაბალი ფასი. აი ეს რამდენ ცხენი ძალიანია? ეს კონკრეტული მოდელი არის 120 ცხენის ძალიანი. და რა ფასის რეინჯია? დაახლოებით 30-დან 22.000 დოლარამდე ეს დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე. და თქვა ევროპული ბრენდი რო შევადაროთ იგივე მოცულობაში რამდენი უნდა გადავიხადო? ორჯერ მეტი საფასური უნდა გადავიხადო. 60,000 შეიძლება დოლარი მეტიც. უნდა გადავიხადო. შეიძლება მეტიც. მეგობრებო, შეგიძლიათ ლინკი აღწერაში იქნება, ვისაც სურვილი გექნებათ ლოვოლი, ხო? კომპანიის დასახელება GMC Motors. ის რო იცეკვეს თქვენი, ხო? ტრაქტორებმა. ხო, ეს ამოიჭრება. და შეგიძლიათ ასევე გაატაროთ შეამოწმოთ, ხო? შეგვიძლია გვექნება ამ საშუალება, ტესტ დრაივის საშუალება გვექნება. მოდი ტესტ დრაივზე დავპირდეთ მაყურებელს, ჩვენ როცა დავგეგმოთ, შემოგთავაზებთ და გავტესტოთ სხვადასხვა ბრენდის ტრაქტორები, დავაჭიდოთ ერთმანეთს და ვნახოთ, ერთნაირი სიმძლავრის, რა თქმა უნდა, რა. ვისაც სურვილი ექნებათ, ტექნიკის იმპორტიორებს მოგმართავთ, ჩაერთოთ ამ ღონისძიება, რომ დავარქოთ. ყანაში დავტესტავთ, ალბათ სადმე მინდორში, უფრო სწორი იქნება. წარმატებები გამოწევას. თუ გამოწერილი აგრომენის არხი არ გაქვს. არა მოდი ახლა დაუცილებლად ერთად გამოვიწეროთ. მეგობრებო, ჩვენ ვართ ახლა კომბინირებული საკვების წარმოებელ კომპანიაში Nutrimax-ი. ძალიან საინტერესო პროდუქტებს აწარმოებს ეს კომპანია ცხოველთა კვებაში. მე მაინტერესებს თავარი კითხვები, რაც თქვენ გაგიჩნდებათ და გაგვ ზოგადად. რას ნიშნავს ეს კომბინირებული კვება? ზოგადად კომბინირებულ საკვებზე რომ ვისაუბროთ, ეს არის საკვები, რომელიც სრულფასოვანია, ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებით, რომელიც ცხოველის ზრდაზე და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება. იმისათვის, რომ მივიღოთ ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგი და მეტი პროდუქტიულობა, განვითარებასთან ერთად მთელ მსოფლიოში წამოვიდა კომბინირებული საკვების ტენდენციაც. და რა უპირატესობები აქვს ამ კომბინირებულ საკვებს? კომბინირებული საკვების შემთხვევაში ავიღოთ მაგალითად მეხორცული საკვების კონცენტრატი, რომელიც ცელმარცვლენის იმიტაციით შერევით ვიღებთ სრულფასოვან საკვებს უკვე. ამ შემთხვევაში ეხმარება ცხოველს, კერძოდ ცხვირფეხალქოს ან პირუტყს, მიიღოს ყველა საჭირო საზრდო ნივთიერება, რომელიც დადებითად აისახება როგორც ზრდის ეფექტურობაზე, ისე ხორცის სტრუქტურაზე და შეხორცებაზე, ანუ გამოსავლიანობაზე შემდგომში. რამდენ სახეობას აწარმოებს Nutrimax-ი ამ ეტაპზე და
რომელი ცხოველებისთვის აკეთებთ? გვაქვს ორი საწარმო, შინაურ ცხოველთა ფერმის ცხოველების საწარმო, სადაც 2016 წლიდან იწარმოება ცხოველთა სრულფასოვანი საკვები, ხოლო მეორე საწარმო, რომელიც უკვე 2023 წელს გაიხსნა, სადაც ძაღლის, კატის და თევზის საკვები იწარმოება. უკვე პეტის მიმართულებით იწარმოება. ამ საწარმოს შორის განსხვავება არის ის, რომ ერთ საწარმოში იწარმოება გრანულირებული და ფქვილი სახის საკვები. ეს არის უკვე ექსტრუდირებული საკვები. ხო? კი, ეს კომბინირებული საკვები არის, რაც გამოიყენება როგორც უნივერსალური საკვები ბოцრებისთვის. ეს არის კალმახის საკვები, ესე იგი, საკალმახი მეურნეობები იყენებენ კი, ამას, ხო? აქტიურად გამოიყენება. კალმახის ექსტრუდირებული საკვები, რომელიც წყალზე ტივტივებს და არ იძირება. და შეუძლია ამან პირდაპირ შეჭრა. როგორც სტარსებელი თევზი, ის მოტივტივო არის. ყოველ შემთხვევაში ეს თევზის მეურნეობის პრობლემას ასახელებენ ხოლმე, რომ თვითღირებულებაში საკვები არის 70% და არის იმპორტირებული საკვები. ანუ თქვენ შემთხვევაში თქვა ამ საკვებმა როგორ დაიმკვიდრა თქვა ამ ფერმერებში თავისი ადგილი და ტენდენცია როგორია და ფასებიც რო გითხრა რა, თქვა იმპორტირებულთან შედარებით რით განსხვავდება. ამ შემთხვევაში რახან ადგილობრივი საკვები ადგილზე წარმოებული არის, შესაბამისად მომხმარებელს და ფერმერს ეძლევა შესაძლებლობა მაქსიმალურად ახალი და ახალი საკვები მიიღოს ყოველდღურად. შესაბამისად თევზისთვის ახლა წარმოებული საკვებიც მეტად მიმზიდველი არის, რადგან გემონურათაც აღიქვავს. არომატიც სხვა აქვს, ხო ალბათ. არომატულათაც აია რო ნახოთ ეს საკვები და შეადავთ სხვა საკვებს, ბევრად არომატულია. ხო, აი ზუსტად თევზის საკვები. აი საკალმახეთში თუ მიდიხართ, აი ეს თევზის არომატი რაც ხდებათ ხოლმე ზუსტად ეგ არის რა. შეიცავს ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებასთან ერთად სისხლის ფქვილს, რაც მტაცებელ თევზებს, როგორც არის კალმახი, მეტად იზიდავს. ანუ ორაგულისებრთა ოჯახს. ორაგულისებრთა ოჯახი. ამის ათვისების დროს ბევრად ნაკლები ენერგია ეხარჯება თევზს და სწრაფად ითვისებს. შესაბამისად, უფრო მალე ვიღებს ასურველ შედეგს. რასაც ვერ ვიტყვით მხოლოდ ქერის ან ხორბალი თევზის გამოყენების შემთხვევაში. ანუ ყველა მიკროელემენტი უნდა მიიღოს ცხოველმა, ანუ თევზი იქნება ღორი თუ ძროხა, მნიშვნელობა არ აქვს მაგას რა. რო თქვა ადამიანებს როგორც ჩვენ გჭირდება რომ ის ვიტამინებით შევისოთ ორგანიზმი, ანალოგიურად ზუსტად ეს საკვები დაბალანსებულია მიკროელემენტებით როგორც ამიხსენი და ეს აძლევს საშუალებას ცხოველს რომ შესაბამისად სწორი ზრდა ქონდეს, ესე რომ ვთქვა, არ ქონდეს ჩამორჩენა და იყოს ჯამთელი. ნუ აი ეს არის მთელი ამბავი. ფასიც რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს ან პოტენციურად ხა შეიძლება ვინმე ფერმერიც გვიყურებს, ვისაც თევზის მეურნეობა აქვს და აი ფასით როგორ განსხვავდება იმპორტულთან შედარებით. 5-10%-ით არის შედარებით იაფი შემოტანილ პროდუქტთან. და კიდე პლუს უპირატესობები რა აქვს, რომ ახალია, რომელიც უფრო მოწონს ცხოველს, უფრო კარგი არომატი აქვს, ეს შემდეგ. მოკლედ, ანუ ფერმერებს ისე მიაქვთ ეს საკვები და ისე იხარჯება, რომ დაძველებას ვერ ასწრებს ასეთს. დაძველებას ვერ ასწრებს. ესეთი რაღაც მაინტერესებს ჩვენს მაყურებლებში, ანუ წინა ვიდეოზეც იყო კომენტარები, რომ პრემიქსი არის ცუდი რაღაცა ბჭყალებში, რომ ვთქვათ რა, ესეთი აღქმა. მინდა რომ დღეს რეალურად გავცეთ პასუხი, რა არის პრემიქსი, რისთვის არის აუცილებელი, ვთქვათ, ის მითია თუ რეალობა, რომ პრემიქსზე გაზრდილი საქონელი არის ცუდი. ზოგადად პრემიქსსაც რო შევეხოთ, მართლა აქტუალური საკითხია, საზოგადოების ყველაფერს აინტერესებს, რადგან ძირითადად ცილის საწარმოებლად კომბინირებული საკვები გამოიყენება და ბაზარზე არსებული ხორცის ან კვერცხის წარმოების შემთხვევაში დიდი წილი უკვე კომბინირებული საკვებით გამოზრდილი ცხოველის ან ფრინველზე არის დამოკიდებული. პრემიქსი ეს არის პრემიუმ ხარისხის ვიტამინების და მინერალების მიქსი. არის როგორც ამინომჟავების კრებული მას შესული, ისე სხვადასხვა ვიტამინები და მინერალები. მათი გამოყენება საკვებში აუცილებელია, რადგან სწორად განვითარდეს სასიცოცხლო პროცესები, არ იყოს რაიმე გართულებები, რაიმე არასტაბილური და არა პროპორციული ზრდა და ზრდის ეფექტურობა იყოს შესაბამისი, ისევე როგორც კვერცხში, რძეში და ხორცში იყოს სრულფასოვანი ბალანსი, მისი საზრდო ნივთიერების, ენერგეტიკული ღირებულების, რომ ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის სრულყოფილი პროდუქტი, ეს იქნება კვერცხის ან ხორცის სახით. რატო აღიქმება, რომ პრემიქსი შეიძლება ცუდი იყოს? ესეთი შედარება რომ გავაკეთოთ. ავიღოთ ღორი, რომელიც ესე გაშვებული ყავთ ხოლმე რაღაც ორგობეში, იქ რაღაც საკვებს ეძებენ და ასე შემდეგ. ზოგჯერ რაღაც ვაშს საჭმევენ, კატოს საჭმევენ, კარტოფილს უხარშავენ და ასე შემდეგ. ამაზე ნაკვები ღორი. და თქვათ მე შევიძინე თქვენგან ის რაღაც კომბინირებული საკვები, გამოკვებე ჩემი ღორი. ანუ რა განსხვავება შეიძლება მომწეს ამან? და რატო შეიძლება მე ჩავთვალო ისე რომ პრემიქსზე გამოზრდილი არის უფრო ნაკლებად ხარისხიანი, უგემური და ასე შემდეგ. ეს მე მგონი რომ ამაზე აინტერესებთ პასუხი რა. არის გარკვეული მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესები, რასაც საკვები ვერ შესწავს. ეს არის მაგალითად მოძრაობა და აქტიურობა. ღორი, რომელიც პირობითად სამეგრელოში და დასავლეთ საქართველოში
გაშვებული არის. მთელი წლის განმავლობაში იზრდება ბევრს მოძრაობს. მისი როგორც ხორცის სტრუქტურა, ისე ხარისხი განსხვავებულია, რადგან მეტად აქტიურია როგორც სპორტსმენის, პასიურ ცხოვრებაში მყოფი ადამიანის ორგანიზმის შევადარება. ხოლო ღორი, რომელიც ინტენსიურ მეურნეობაში იზრდება, მისი ხორცის სტრუქტურაც განსხვავებულია, რადგან ნაკლებად მოძრაობს, უფრო ღია ფერის არის. მონადირეები ალბათ დაგვეთანხმებათ, თუ ვინმე ნადირობს, რომ გარეული ხოველის ხორცი ბევრად უფრო მუქი არის, მეტად არომატული არის, მეტად უხეშიც არის, რასაც გარეული ტახიც შემიწვია და ჩვეულებრივი ღორიც და დიდი არაფერია. გემონების ამბავი არის სრულად. ეგ არის, რა ქვია, უფრო ძმაკაცების შეკრების ადგილია ნადირობა, თევზაობა და იქ გარეული კარგია. რა ვიცი, თქვენ თვითონ დაწერეთ კომენტარებში, რომელი ნანადირევი გემრიელია, ტახი თუ მეურნეობაში გაზრდილი ღორის ხორცი, თუნდაც ყვაც როცავთ რა. ორი შემთხვევაში ყველა სუკის ნაჭერს ან კნის ნაჭერს არჩევს. შესაძლოა დასაუბროთ, იმიტომ რომ ეს ნაწილები ნაკლებად ფუნქციური არის და მათი ხორცი განსაკუთრებით სირბილით გამოირჩევა. სირბილით და მარბელინგით სხვა, აი ეს ქონი ხორცის კომბინაცია. ანუ ჩვენ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ რა, რომ პრემიქსი არის იმ მიკროელემენტების და ამინომჟავების ერთობლიობა, რომელსაც რაღაც აი ესეთი ტიპის საკვების სახით შეიძლება მივაწოდოთ ცხოველს. იგივე თქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი როცა ვიტამინის დეფიციტს ივსებს, ისე ჭირდება ცხოველს ამ ყველა მიკროელემენტებით შევსება ორგანიზმის. ნუტრიმაქს აქვს სტანდარტები, რომელიც მიღებული არის საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტები. ISO 22000 სტანდარტი აქვს, რაც სამსახად უკვე მის ხარისხზე და უნებლობაზე აისახება. კარგი, მადლობა. ნუ ეს თემა მეგობრებო, კიდე დაუბრუნდებით სხვა ვიდეოებში, იმიტომ რომ ამ უწურავი თემა, ვისაც გაინტერესებთ ხოლმე რაღაც თემა, ზედაპირულად ნუ შევხედავთ ხოლმე. ეხლა ჩვენ ამ ვიდეოში ამ მონაკვეთში რაც შეგვეძლო ინფორმაცია მოგაწოდეთ, თუმცა უფრო დეტალურად თუ დაგაინტერესებთ, ლინკი იქნება აღწერაში ნუტრიმაქსის და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მეტი ინფორმაცია დაუკავშირდეთ ამ კომპანიას და მეტი ინფორმაციას მოგაწვდიან. ჩვენი ვიდეოების მაყურებელი მეც ვარ, გამოწერის ვარ, საკმაოდ მომწონს, რადგან ჩვენი ვიდეოები ეხმარება საზოგადოებას ნებიერების ამაღლებაში, ამაღლებს ცოდნას, ეხმარება ფერმერებს ან სამომავლოდ ვინც აპირებს ფერმერული მეურნეობის დაწყებას, სწორად შეაფასოს რისკები, პოტენციალი, რა შესაძლებლობები არსებობს, რა გამოწვევები ამ დარგში. ან ერთმანეთს გაუზიარონ კომენტარებში გამოცდილებას რა. ფერმერებს ერთმანეთს გაუზიარონ, რაც საბოლოო ჯამში ფიქრობ საერთო საქმის გამოადგება. ხო და გამოიწერეთ არხი, ამიტომ შევქნათ ის სივრცე, სადაც ფერმერობით, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანები ვიქნებით ერთად. კიდე გაგაცნობთ ძალიან ბევრ კომპანიას, ფერმერს, მეურნეობას. ასევე ვფიქრობთ, რომ საინტერესოა უცხოური გამოცდილების გაზიარებაც და შევეცდებით მომავალი წლიდან შემოგთავაზოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიდეოებით. ეგა მადლობა წარმატებებს. წარმატებებს ისურვებთ თქვენც ასევე. ჩვენ ახლა ვარ Georgia's Natural, ეგეთი კომპანია, რომელიც აწარმოებს ორგანულ წვენებს, ანუ 100% ხო, ეხლა ნახე რა უნდა აუხსნა, იცი რომ? ყველა იძახის რომ ნატურალური პროდუქტი მაქვს, ნატურალური, არაფერს არ ნიშნავს შენი ნატურალური პროდუქტი რა. ნატურალური ნიშნავს რომ ბუნებაში მოიპოვება. ყველაფერი ქიმიაც ბუნებაში მოიპოვება რა. ანუ ზოგს ერევა რომ ორგანული, ნატურალური. ანუ ორგანული თავისი სერტიფიცირებით ნიშნავს იმას რომ მხოლოდ არის იმ პროდუქტისგან მიღებული საბოლოო ეს წვენი დანამატების გარეშე და ყოველგვარი ქიმიკატების და ასე შემდეგ გარეშე რა. ანუ ეგ არის ორგანული. მარიამს მინდა ვკითხო ჩვენს მაყურებელს რომ აუხსნას რას ნიშნავს ორგანული წვენი. ორგანული წვენი ნიშნავს სერტიფიცირებას პირველ რიგში საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოების მიერ. თვითონ ორგანულს აქვს რიგი პროცესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, კონტროლირებადი და მიკვლევადი იმისთვის, რომ თქვათ, რომ სერტიფიცირების მიღება შეგვიძლია, მივიღეთ სერტიფიცირება და არის ორგანული. ეს არის რა, დავიწყოთ სრულიად თავიდან, ანუ ბაღებიდან. ბაღებიდან, კი ბატონო. მოყავს როგორ? ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვზრდით, ხილს, ბოსტნეულს კენკრას, ვამოწმებთ მიწას, ვამოწმებთ წყალს, რო არ შეიცავდეს მათ შორის. არ შეიცავდეს მავნე მეტალებს იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ იყოს. ხილის დაკრევის მომენტი იკრიფება ხელი, ძალიან ბევრი ადამიანური რესურსი მიდის, აქედან გამომდინარე. შემდეგ არის დაკრევის მომენტიდან გარეცხვა, როგორ ირეცხება, სად ირეცხება, რა მასალაში ინახება, როგორ იწურება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ სრული პროცესის კონტროლი და აღრიცხვა ხდება. რომელიმე რო ამოვარდეს, ჩათვალეთ, რომ ის ორგანული და სუფთა სერტიფიკატს დაკარგავ. ვერ გაივლის სერტიფიკატი. ეს ორგანულის დამთავრება არის. ოკეი. ანუ ესე ვიციდან, აი ამაში რაც ისხმევა, ამ პროცესის სრული კონტროლი. მაგრამ ეხა მეგეთ, ჩვენს მაყურებელს აინტერესებს ან არა აქვს ინფორმაცია და ხშირად ბევრი ტყუდება, რომ ვიღაცა რეკლამაში რო ამბობს, ჩემი წვენი არის არა კომპანიას მნიშვნელობა, რა ნატურალური ფორთოხლის წვენი. და თუ გადმოატრიალებთ და ნახავთ, ანუ რა შემადგენლობა აქვს, იქ არის რაღაც 10-15% ხოლმე რეალური პროდუქტიდან მიღებული კონცენტრატი, ხო? ხო. რას ნიშნავს ორგანული წვენი? თუ მომენტ
ერთად არის პროცეული. შემადგენლობაში აქვს 100%-ით ორგანული წვენი, არ არის აღდგენილი კონცენტრატისგან, ანუ სუფთა დაწვრილი სივა წვენია. როგორ ინახება ორგანული წვენი 2 წლის განმავლობაში? ცოტა აი, თუ დაუჯერებელია. ორგანულია, ესე კითხვები აქვს ხოლმე. თუ ორგანულია, 2 წელი როგორ გაჩვენს? ყველაზე მარტივად ძირითადი მომენტი რო თქვა, არის 3 ძირითადი პროცესი. ერთ-ერთი არის ის, რომ ჰაერს აი ამ ბოთლიდან ტუმბავთ ბოლომდე. ანუ ჟანგბადი არ არის აქ. შიგნით იქნება წნევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე პასტერიზაცია. ანუ გარედან რაც შეიძლება დაბალი ტემპერატურის კი მავნე ბაქტერიები რაც შიგნით არის უგულებელყოს და შეფუთვა რა თქმა უნდა, შეფუთვაც რო არ იყოს ფიზიკურად ვერ შევინარჩუნებდით. ხო, ლინკი აღწერაში იქნება, ვისაც დაგაინტერესებთ, Georgia's Georgia's Naturally წვენები და პროდუქცია. ან მარტო წვენები გაქვს? რა გაქვს? ფაფებიც გაქვს. соусები, ამჯერად არა. გვაქვს соусები, გვაქვს სანელებლები. ეკოსისტემა, ეკოლოგია, ჩიტებს ვუტოვებთ მოსავალს, კენწეროზე რო იკვებოდა მერე. კი, რო გაანადგურონ მერე ის მავნე მწერები, რომელიც ჩვენ მოსავალს აზიანებს. ფუტკრები, ფრისფარა, აქედან გამომდინარე, ანუ იმდენად აი რაღაც სამართლიანობა, ბიომრავალფეროვნების მხარდამჭერი კომპანია, ესე რომ ვთქვათ რა. თუ შეიძლება რომ ხმაც ჩაიწეროთ, როგორ იხსნებთ. სულ მინდოდა რომ ჩამეწერა ეს კონტა. კენკრის კოქტეილი რატო არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი? ჯერ იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა კენკრა იგრძნობა და რადგან ორგანულია, ყველა მოსავალი ყოველ წელს სხვადასხვა გემოსი, ფაქტურის და ტექსტურის არის. აუ რა მაგარია ბიჭო. გარდა ამ ყველაფრისა, ბოდიში, აი ხა რა ვიგზენი, იცი, აი ცოცხალ ხილს რო შეჭამ რა, აი გემო აქვს ზუსტად რა. გარდა სიახლისა, იმიტომ რომ ყოველი ბოთლი ყოველ წელს, ანუ სხვადასხვა გემო აქვს, ხან ტკბილია, ხან მჟავეა, ხან ნეიტრალურია და ყველა კენკრა იგრძნობა აბსოლუტურად აი ამ სახეობაში. პლუს მეხსიერებისთვის არის იდეალური. ერთ-ერთი მიზეზი კიდე რატო არის ჩემი უსაყვარლესი. ბოდიში, ვისაც ხა დაგავიწყდათ გამოწერა. აი შეიძინეთ ორგანული კენკრის კოქტეილი და არხიც გამოიწერეთ. მოკლედ, დასკვნა ის არის, რომ შეიძინეთ ორგანული, ვისაც გაქვთ ამის საშუალება და ზრუნავთ ჯანმრთელობაზე, მათ შორის მეხსიერებაზე და გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ნუ იყიდით, დააკვირდით ეტიკეტზე, ის შეღებილი წყალია და წვენი აწერია თუ ასე შემდეგ, არ იყიდოთ, იყიდეთ ნამდვილი ქართული პროდუქტისგან, ეკომეგობრული პროდუქტისგან დამზადებული წვენი. გვაქვს შტოში და გვაქვს ცალკე ბროწეული და შტოში მიქსად. ჩემთვის პირველი, მაგალითად, აი წამლები რო არ დავლებთ რომ მივიდიან ასე შემდეგ, არის 200 მლ-იანი შტოში. წამალზე უფრო მეტად კარგად შველის, ანუ ჩემს ორგანიზმს და ყველა ორგანიზმს უხდება. ეს დატესტილია, რეალური ფაქტია. მომხმარებლებიც ჩვენი იღებენ ხშირად, ვისაც აი თქვა კუჭის პრობლემა აქვს, მაგ შემთხვევაში 3 დღის მანძილზე 50 მლ-იანი ჭიქაში დილით უზმოზე სვამენ და 3 დღის მანძილზე ყველაფერი იდეალურად მუშაობს. ანუ ანთების საწინააღმდეგო ამ შემთხვევაში ჭარდოვანი გზების ანთებისთვის. შტოში არც მინახია სხვა ბრენდით. თუ ენერგიების დაკლებობას გრძნობ, ეგრევე ვსვავ ბროწოლს და შტოს, ისევ 200 მლ-იანს და აი ძალიან არის სამკურნალო. მოკლედ მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ და გინდათ გასინჯვა და არ გაგისინჯავთ, Georgia's Natural Organic-ი თავაზობთ გათამაშებას, დაწერეთ კომენტარებში #ორგანული და შემდეგ ვიდეოში ჩვენ რენდომაიზერით გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა რამდენიანი ეს? ლიტრიანი. 1 ლიტრიანი შტოში კენკრის კოქტეილი 750 ლიტრიანი, მეხსიერებისთვის იდეალურია. ალუბალი, ვისაც ართრიტის პრობლემა აქვს და პლუს ძილის ხარისხის გაუმჯობესება უნდა და შტოში როგორც საშორდა დილის გზების ანთებისთვის პირველ რიგში. ჩვენ შეგვიძლია ამ წვენის მიღებით, თქვათ, ჩვენს ყოველდღიურობაში გამოყენებით, პრევენცია გავუკეთოთ სხვადასხვა დაავადებებს. ასე რომ დააკომენტარეთ #ორგანული და შემდეგ ვიდეოში გამოვავლენთ გამარჯვებულს, რომელსაც კომპანია Georgia's Naturally გადასცემს 3 კილა ნატურალურ ორგანულ წვენს. ეს არის შტოში, ეს არის ალუბალი და ეს არის კენკრის კოქტეილი. მადლობას ვეტყოდი აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს და ასევე თქვენს მაყურებელს, იმისთვის რომ გვიყურებენ ეს პირველ რიგში. კიდე წინასწარ კომენტარებისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ როგორც 100% ორგანული წვენების მაწარმოებელი კომპანია, ალბათ ვისურვებთ იმას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიზრუნოთ გარემოზე, ვიზრუნოთ და კონდეს ის სოციალური პასუხისმგებლობები, რაც ზოგადად გვქონდეს ადამიანებს. თავისუფლად ძალიან ბევრი მიზნები, მივახციოთ ჩვენს მიზნებს და ამაში ჩვენ დაიწყებებით. და რა უნდა ქნათ?
არქივ უნდა გამოიწერო. ხო, კომენტარებში დაწერა ჰეშტეგი ორგანული არ დაგავიწყდეთ და მიიღებთ საჩუქრად აგერ ერთ-ერთი თქვენთაგანი მართლა უნიკალურ პროდუქტს. მადლობა. წარმატებებს.